ესე იგი, მე აქციაზე გავედი ჩვეულებისამებრ, რამე პროცესს თითქმის ყოველდღე ვესწრები და ვაშუქებანი ჩემი მოვალეობა არის ფოტო-ვიდეო დოკუმენტირება აქციის. იმ დღესაც ჩვეულებრივ დაიწყო თვარ აქცია გავედი. შემდეგ ადგილზე გადაწყდა, რომ დაპატიმრებულების სოლიდარობის ნიშნად გადავიდოდნენ მარშით სასამართლოსთან. მე ცოტა შეუძლოდ ვიყავი, მაგრამ რადგან ბევრი ადამიანი იყო და მარში იყო, ჩავთვალე, რომ საჭირო იყო ჩემი გაყოლა, რამე არ მოხდეს და გავყევი მარში. წავედით სასამართლოს შენობასთან, სადაც ამიხდა წინასწარ და მოხდა რაღაც შემოხლას, დააკავეს აქციის მონაწილე. ეს ხო პირველი დაკავება იმ დღეს. რასაც მოყვა ხმაური და დაპირისპირება, სიტყვიერ დაპირისპირებას გულისხმობ. ჯერ არ ყვევდნენ მიზეზებს, რატომ მოხდა დაკავება. შემდეგ ერთი პერიოდი ისიც იყო გავრცელებული, რომ არასრულწლოვანიაო და ამაზე უფრო დიდი ხმაური იყო, მაგრამ გაირკვა მალე, რომ არ იყო არასრულწლოვანი. და რაღაც მოკლედ მე ითხოვდნენ აქციის მონაწილეები, გითხარით სად არის დაკავებული გადაყვანილი, არც ეს არ თქვა პოლიციამ და გადაწყდა, რომ აქცია გაგრძელდებოდა პროტესტის ნიშნად, გათავისუფლების მოთხოვნით პოლიციის სამმართველოსთან, მგონი ასე ქვია. და გადავედით ასევე მარშით პოლიციის სამმართველოსთან. სადაც ხალხიც გაღიზიანებული იყო, პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იდგა, ყველგან იყვნენ, ასეული იქნებოდა, ალბათ ეს ვერ ჩავთვლით. მე ვიყავი წინ შესასვლელთან, სადაც შლაგბაუმია. ამ დროს დააკავეს ციალა ქათამიძე სტიკერის გაკვისთვის, რომელმაც სტიკერი დააკრა ასფალტზე და მახსოვს გებულაძესთან გასაუბრება მისი, რომლის შემდეგაც გებულაძე მოთხრა, რომ გაკავე. ხომ არ გაგაკავებო, ჯერ ითხრა და შემდეგ მოაძვრე რაღაცა ეს სტიკერი. უთხრა ეს თხოვდა მიხსენი რა კანონს ვარღვევ და 150 მუხლის დაკავებო, მოკიდის და შეიყვანეს. არ დაიძაბა სიტუაცია კიდევ უფრო, რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მე ყველა არ მინახავს, რადგან ცუდი ინტერნეტი იყო და გავდიოდი მასალების გადასაგზავნად DSM-თან გავდიოდი, ვაგზავნებდი მასალებს და უბრუნდებოდი. სადღაც ალბათ 10 საათი სრულდებოდა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 9:30 შემდეგ იყო, უფრო 10-სკენ იყო. მზიან მომწერა ციალასთან თუ ხართო, მე დავდასტურე კი კვარტმეტკი და აი ადვოკატი ამზადებს ორდერს და გამოვდივართ მანდ. მეთქი კი მიწერა და გავაწერე ჩვეულებრივად მუშაობდი. აქედან გამომდინარე, მზიან სადღაც 10-ის შემდეგ მოვიდა აქციაზე. რაღაცა მომენტში გამოველაპარაკე, მე რაღაც გადაგებული მქონდა ვიდეო ისევ წავედი, მოვედი, მახსოვს და მზია იქნა აი სადღაც როგორც მე მახსოვს, იქნა შესასვლელთან იდგა. და დავინახე, რომ სტიკერი ეჭირა, ის იგივე სტიკერი, ანუ ეს იფიცება საქართველოს. მეთქი ისე უბრალოდ უჭირა, რაღაცა ყველაზე არ მიმიცემია და ვნახე, რომ წებოს ის დაიწყო. მოძრაობა დაიწყო და თვალებს არ უჯერებდი, ანუ ვერ დავიჯერე, რომ ამას აკეთებდა მზია მაგვიპელი და ანუ რომ წავიდა შემდეგ ამ შუაში იდგა და წავიდა კუთხისკენ, მარჯვენა მხარეს დაიძრა, წავიდა რაღაც შენობა იქ და მე ანუ დაბლოკი მქონდა ტელეფონი, ვიდრე ეს ბლოკი მოუხსენი, კამერა ჩავხდე, გავყევი და ანუ ყველაფერს ხედავდი, მაგრამ ყველაფერი გადაღებული არ მაქვს, ანუ გადაღებული მაქვს უკვე მიაწება ეს სტიკერი, ჩამოუშვა ხელი, დადგა და მოდის ბესელია, მოკიდებს ხელს და მიყავს ჭიშკრამდე. იმის შემდეგ მე მგონი არ შეყოლია, როგორც მახსოვს, რა, ზუსტად ვერ დავადასტურე თვითონ თუ შეიყვანა, მაგრამ ეს ნამდვილად მახსოვს, რომ მიიყვანა ჭიშკრამდე. თავიდან ხედავდით სტიკერს, როგორ აზრობს იქ როგორ გასმზია, ალბათ ხმაც შეგეძლოთ გაგეგმოთ. მზია რაიმეს ეძახდა პოლიციელებს, რაიმე სიტყვებით იმართავდა უცენზურო
ზოგადად მზიას ცენზურას იყო ცხოვრებაში არ გამიგია სიმართლე და იქ იყო ჩუმად ანუ მეც კი შორს ვიყავი გამოსული ვიყავი და მეც კი არ მელაპარაკებოდა აბსოლუტურად ჩუმად ვიყავ თვითონ ხსნიდა წავიდა ასევე ჩუმად ეს მიკრის მომენტში ვხედავდი მის პირს და როცა გაჩერდა შემოდგა და გაჩერდა ვხედავდი საერთოდ დუმარები ხო არაფერი არ უთქვამს მაგრამ როცა შეატრიალეს და წაიყვანეს მე არ ვიცი ანუ ხელი რომ ჩავლეს ამ მომენტამდე ვიცი რომ დუმარე იყო და იმის შემდეგ ახლა გზაში თუ რამე უთხრა არ არის და ის პოლიციები ვინც მზია ჭიშკრამდე მიიყვანა როგორც ახლა იყო ვესელია იყო ესე ამ პერიოდის აქციის პერიოდის განმავლობაში რამდენიმე პოლიციას ვიცნობ და ერთ-ერთი ვესელია და დარწმუნებული ვარ რომ ვესელია მოკიდა ხებოდა ქალბატონი მზია მაღლობელის გვერდით არ იმყოფებოდა. ანუ მზია მიაკრა, ხელები ჩამოუშვა, რაღაც წამი მარტო იყო, რამდენიმე წამი, ერთი ან ორი წამი, მოდის. საიდან ცოტა მოშორებით იყო ვესელია, არავინ არ იყო პოლიციელი, იმ წუთში არ იყო გვერდზე. მოვიდა და წაიყვანა. ვესელიას, ანუ მარჯვნივ მედგამზია, ვესელიას ასე რაღაცა და ასე მიაცილება, ახლა შეიძლება რა ვიცით, ახლა გვერდზე პოლიციის მეტი რა იყო. ჯარი იყო პოლიციის. ბატალიონი იყო მენემი. არ ვიყავი მე თქვიწერა რომ ანუ პერიოდულად მე რა მასალებიც მქონდა ამის გადასაგზავნოდ გავდიოდი DS Mall-თან რადგან ცუდი ინტერნეტი იყო ან ჩამფშობი იყო ან ვიდეო ვიყავით ამის გამო არ ჩავდა